გაატარეთ ხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. 20 წუთიან მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე ისაუბრა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში რუსულ პოლიტიკასა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბარსაც დაუთმო დრო. სააკაშვილმა თავის 20 წუთიან გამოსვლაში 11 სექტემბრის ტერაქტი გაიხსენა, რომლიდანაც 10 წელი გავიდა და აღნიშნა, რომ მსოფლიო კვლავ ბრძოლისველია. პრეზიდენტის თქმით, ცივი ომი დასრულებულია, მაგრამ საბჭოური გადმონაშთები მაინც არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო წარსულის მეთოდებს მომავლისკენ სწრაფვით პასუხობს. 11 სექტემბრის ტერაქტიდან 10 და საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის თავზე მსოფლიო კვლავ ბრძოლის ველია. იმ ქვეყნებს კი, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამენ, მინდა ვუთხრა, რომ ცივი ომი 1991 წლის დეკემბერში დასრულდა. მათ აღარ უნდა ეშინოდეთ ფართო დემოკრატიულ კლუბში გაწევრიანების მსურველი დემოკრატიული მეზობლების. საბჭოთა კავშირის დაშლით გათავისუფლდნენ ტყვეობაში მყოფი შევიწროვებული ერები, იმისთვის რომ სამყარო ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ, უნდა ავამოქმედოთ ყველა ის წესი, ქარტია, კანონი და პრინციპი, რომლებზეც შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ნაკლებ ტოლერანტობას გამოიჩენენ ეთნიკური წმენდის თუ ომის დროს ჩადენილი სხვა სახის დანაშაულების მიმართ, რომლებმაც დაღი დაასვა ჩვენს ქვეყანას და არა მხოლოდ მას. ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის თამაში ძველი საბჭოური ჩვევა ჯერ კიდევ ცოცხალია. საქართველო კი წარსულის მეთოდებს მომავლისკენ სწრაფვით პასუხობს. გაატარეთ ხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.